პოლიტმეტრი ეთერში ბრუნდება გიგაბათიაშვილი, შალვა ამელიქიძე, ჯაბო სამუშა, ხათუნავით შეური, შემოგვიერთდა კულტურის სამინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. სამშვიდობისა ხალბატონ მარინე, თქვენ ალბათ გვადევნებდით თვალყურს. იყო საუბარი ამ ეთერში, თუმცა პირველ რიგში მინდა კითხოთ, რატომ გრიფით ფრიად სასწრაფო? რატომ გახდა ძალიან სწრაფად მოსაგვარებელი აი შესაძლო რეკონსტრუქციის თემა, რომელიც უკვე რეკონსტრუირებულ ტაძარს უბრალოდ კომპლექსს უნდა ჩაუტარდეს? დიახ, ხალბატონო ნინო, აქვე გავაკეთებ მცირე კომენტარს, ესე იგი, საუბარია არა რეკონსტრუქციაზე, არამედ რამდენიმე ხარვეზის გამოსწორებაზე. იმ ხარვეზებისა, იმ შეცდომებისა, ასე ვთქვათ, რომლებიც დაშვებულ იქნა ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციის დროს. ეს იყო სრულიად მართებული შენიშვნები თურქეთის მხრიდან. ჩვენ ნახეთ ეს ძეგლი, დავათვალიერეთ, ესე იგი შევჯერდით იმაზე, რისი გათვალისწინება შეგვიძლია, რისი არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ამ მოთხოვნებს შორის იყო გარკვეული, ვთქვათ, ერთი-ორი ისეთი მოთხოვნაც, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ რაც მართლა შესასწორებელია და მისახედია, ნუ ამაზე ჩვენ ნამდვილად პასუხისმგებლები ვართ, ბატონო. რა არის შესასწორებელი? ეს არის გუმბათის ფერი, ესე იგი დღეს იცით რომ ოქროსფრად ლაპლაპებს ეს ახმედიეს მეჩეთის გუმბათი, რაც არ არის სწორი, ესე იგი ეს არანაირად არ შეესაბამება ისევ და ისევ ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგიის ნორმებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძეგლი უნდა აღდგეს ნამდვილი სახით, ძეგლის ნამდვილობა არ უნდა იყოს დაკარგული. ამ მეჩეთს შეუძლებელია რომ ჰქონოდა ოქროსფერი გუმბათი პირვანდელი სახით, ამიტომ დღესდღეობით ეს ფერი არის სრულიად მიუღებელი. ამიტომ ჩვენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალი ეს ერთი, რაც შეეხება მეორე შენიშვნა იყო ასეთი, რომ ცხაურები ამ სივრცის არქიტექტურული სივრცის ღიობებს ჰქონდა ძალიან ლამაზი პირვანდელი ცხაურები, რომლებიც მოშორებულ იქნა და მათ ნაცვლად დამონტაჟდა და ნახე მე ეს ჩემი თვალით ძალიან ისეთი ახალციანი და სრულიად შეუსაბამო თანამედროვე სტილით. გასაცება ხალბატონ მარინე, აი ქრისტიანული სიმბოლიკის გამოტანას ტაძრის ტერიტორიიდან აქ უკვე ადგილობრივი ეპისკოპოსიც გამოეხმაურა ამ თემას და თქვა რომ ეს რომ მოხდეს შემთხვევით მთელი მრევლი დაირაზმება დაახლოებით ასე იყო კონტექსტი და დაადასტუროთ ან უარყოფეს შესაძლებლობა. ჩვენ ეს ძეგლი ფაქტურად დავათვალიერეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად. საქმე ის გახლავთ, რომ მეჩეთის შენობაც, ეს კი დღევანდელი მეჩეთის შენობაც და მედრესეს შენობაც გამოყენებულ იქნა წლების მანძილზე სამუზეუმო სივრცედ. მაგრამ აი ამ რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციის პროცესში აშენდა ცალკე მუზეუმი ამ რაბათის ტერიტორიაზე, რომელსაც უნდა დაებინავებინა ასე ვთქვათ, ხელოვნების მუზეუმის ექსპონატები. ამ ექსპონატთა რიგში გახდათ აგრეთვე ქვის ფონდის ნიმუშები, ეს გახდათ შუა საუკუნეების ქართული რელიეფები, ორნამენტული დეკორით, ჯვრებით და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის ძეგლები, ასე ვთქვათ, ექსპონატები. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს მუზეუმი აშენდა ასევე არასწორად, გაუაზრებლად, დაუფიქრებლად, არ შემუშავებულა სწორი სამუზეუმო კონცეფცია და ამიტომ მოხდა ისე, რომ ამ მუზეუმმა ნაწილი აი ამ ეს დაბნეული ექსპონატებისა შეიფარა, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს სივრცე საკმარისი, რომ დაებინავებინა ყველა ექსპონატი და ფაქტურად აი ეს ქვის ძეგლები, რომლებიც დღეს დგას, იმყოფება, ასე ვთქვათ, ამ მეჩეთის სივრცეში, დარჩა ამ სივრცეში, იმიტომ რომ ვეღარ დაბინავდა, აღარ იყო საკმარისი ადგილი მუზეუმის დღევანდელი მუზეუმის შენობაში. ისიც მინდა აღნიშნო, რომ ამ მუზეუმს საცავიც კი არ გააჩნია, ფონდი არ საცავი არ გააჩნია, ესე იგი დღესდღეობით ნაწილი ამ სამუზეუმო კოლექციის აი ესე გაბნეულად ზოგი დარჩა აქ მეჩეთის სივრცეში, ზოგი კიდევ უნივერსიტეტის შენობაში. იგეგმებოდეს ეს გადანაცვლება? შეიძლება ბევრად უფრო მიზანშეწონილი სივრცის მონახვა, და მე მგონი არავის არ ექნება მხარის მოთხოვნა არის. ესეთ რა ეს იყო თხოვნა, ეს არ იყო მოთხოვნა, ეს იყო თხოვნა, რომლის გათვალისწინება ჩვენ შეგვიძლია რამე თუ ეს სივრცე არც ორგანულია, არც პირვანდელია ამ ძეგლებისთვის. აი ხალბატონ ხათუნავით შეურს მინდა გადავცე ხა სიტყვა თქვენ ჩვენ არჩევით ბუნებრივია ხალბატონ ხათუნა დაგაკმაყოფილად თქვათ აი იმ ახსნა განმარტებამ, რომელიც ახლა კულტურის სამინისტროს განმოისმინეთ თქვენ, რომ კონკრეტული რაღაცა ხარვეზებია და ამ კონკრეტული ხარვეზების გასწორებაზე მხოლოდ ლაპარაკი და არა ნგრევაზე. მე არასდროს არ მithქვამს, რომ შეუძლებელია დისკუსია ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებაზე თუ რაღაცის ცვლილებების შეტანაზე. ნებისმიერი
საკითხი ესეთი ღიაა და მეც ღია ვარ ამის მოსასმენად, არავითარი პროტესტი ამასთან დაკავშირებით მე არ გამომითქვამს. მე ვსაუბრობ, რომ რაბათის ციხე არ შემიძლია განვიხილო მთელი ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რომ თითქოს ეს არის მხოლოდ აი ახლა დადგა რაბათის ციხის რაღაც ხარვეზების გამოსწორების ეტაპი და ჩვენ აი ჩასაფრებულები ამას ვაპროტესტებთ. არა, ლაპარაკია იმაზე, რომ რაც კი ეს ხელისუფლება მოვიდა, მას შემდეგ გაისმის მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა და რევიზია ყველა იმ მშენებლობისა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და განხორციელდა საქართველოში. ამაზეა ლაპარაკი. კრიტიკა ბუნებრივია, ხარვეზებიც ბუნებრივია, როდესაც რამეს აკეთებ, შეიძლება ხარვეზებიც მოხდეს. მე მახსოვს უბრალოდ, როდესაც რაბათთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი თურქეთის მხარესთან, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და მაშინ ეს იყო საუბარი ოშკის რესტავრაციაზე და კიდევ სულ ხუთი ძეგლის რესტავრაციაზე თურქეთის ტერიტორიაზე. როგორი კრიტიკა მოყვა ჩვენ ამ განზრახვას დღევანდელი ხელისუფლების და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან, ზოგი წარმომადგენლის მხრიდან და თითქმის ყველასი. მახსოვს, რომ რა ვიცი, ლამის ანათემას გადაგვცეს, რომ რას ვაკეთებთ ჩვენ აქ, ვაშენებთ მუსლიმურ საკულტო ნაგებობებს და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ რაბათის ციხეს ვამბობდით, რომ შეუნარჩუნდება მუზეუმის სტატუსი და ის არ იქნება მოქმედი მეჩეთი. იგივე იყო აზიზიეს მეჩეთზე მაგალითად, ეხლა რომელიც თურმე მოქმედ მეჩეთად აშენდება, ჩვენ დროს ეს იყო კულტურის ცენტრზე ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ და მაშინ მაგიტომ გეუბნებით, რომ ეს თემა არის პოლიტიზირებული. იყო საოცარი კრიტიკა. კრიტიკა კი თქვენ გახსოვთ, ალბათ ეთერებიდან არ ჩამოდიოდნენ და რა ვიცი, იქ იყო გამოსვლები, საპროტესტო აქციები აი ამის წინააღმდეგ და ოშკი ნამდვილად უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას დღეს, ვიდრე ის იდგა 4 წლის წინ, როცა ჩვენ ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი და მაშინდელმა საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, რომელიც იყო პოლიტიზირებული და პოლიტიკოსებმა მათ სათავეში არ მოგვცეს აი ამის განხორციელების საშუალება. დღეს ისინი უკვე სრულიად სხვანაირად საუბრობენ და ეს რა თქმა უნდა არის გარკვეული შეუსაბამობა ამაში და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ისინი არიან სრულიად ობიექტურნი თავიანთ შეფასებაში და საუბრობენ მხოლოდ საქართველოს ნებისმიერი კუთხის, იერსახის, ისტორიულის შენარჩუნებაზე, ხელით არ შეხებაზე, მაინტერესებს მათი კონკრეტული პოზიცია ხელოვნებაცოდნეებისა, მათი წარმომადგენლებისა ივანიშვილის სახლთან დაკავშირებით. მოსწონთ აი კარგია შეუძლებელია ამდენი კრიტიკის მოსმენა და თითქოს ეს არის ობიექტური კრიტიკა. მე უბრალოდ ეჭვი შემაქვს ამ კრიტიკის ობიექტურობაში. ეხლა რაც ხალბატონმა მარინამ თქვა იმაში, ეჭვს როგორ შეიტანს ადამიანი ლაპარაკობს კონკრეტული რაღაც ხარვეზების გამოსწორებაზე. ეგ სრულიად ლეგიტიმურია, ეგ შეიძლება განიშნონ სპეციალისტებმა იმ ამაზე საერთოდ არ არის საუბარი არის აი ამ თემის პოლიტიზირებაზე და ასე გებია თქვენ არ შეგვიძლიათ მოკლედ ამ არგუმენტაციის მოსმენის მიუხედავად თქვენი მოსაზრება ფაქტი რანაირად შემეცვლება გასაგებია გიგა გისმენთ რეპლიკა გაქვთ რა არის ხშირად მესმის ივანიშვილის სახე რატომ ხდება დაპირისპირება ისტორიული ღირებულებებისა ისტორიული ობიექტებისა ძეგლისა და ცარიელ ადგილზე აშენებული შენობისა ეს არ არის პოლიტიზირება ხალხოს საკითხისა. არ ვარ ეგეთი გამოკიდებულება. გენაცვალე ხათუნა, მე არ ვამბობ ის კარგია თუ ცუდია. როდესაც არის ლაპარაკი კონკრეტულ თემაზე, ანუ ისტორიულ ღირებულებაზე, ძეგლზე, მაშინ თუ შედარება გვინდა, ძალიან ბევრი ძეგლის რესტავრაცია ჩატარდა იგივე თქვენი მთავრობის დროს. ჩატარდა საქართველოში და რომელიც ტაშის ღირსი არის. კონსერვაციაც მოხდა ძალიან კარგი. რატო ვადარებთ იმას, რაც ძეგლის სტატუს არასოდეს არ ატარებს? არ ქონდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ რაბათის რაბათს. ეს რაბათი ვიდრე გახდებოდა მუსულმანური სამყაროს ნაწილი, მაგრამ ხაზი გაუსვათ ქართულ მუსულმანურ. ამას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. იტო ეს იგივე ჩვენი სისხლის და ხორცის, ხოლო სხვა რელიგიური წამსის, იძულებით თუ არა იძულებით წამსის მატარებლის კულტურა არის. საზოგადოდ აქ შესაძლებელია კიდევაც გაჩნდეს, ამოვიდეს არქეოლოგიური კვლევების დროს ქრისტიანული
ქრისტიანული ეპოქის გარკვეული ელემენტები ძეგლი შეიძლება აღმოჩნდეს და ის იქნება ძალიან ნორმალური, იმიტომ რომ ეს არის მეორადი აქა. ეს არ არის პირველადი ძეგლი, პირველადი ობიექტი არ არის. მთელი რაბათის კომპლექსი არის მეორადი, მანამდე არსებობდა ქრისტიანულ ეპოქაში, ისე რომ შესაძლებელია აუხსნათ იგივე მუსულმანური, ასე ვთქვათ, რელიგიის როგორ გითხრათ, ხარდამჭერებს და წარმომადგენლებს, რომ საქართველოსთვის ეს ორგანული რამ არის. მე მინდა ერთი საინტერესო მაგალითი მოგიყვეთ, რაც მე მინახია ჩემი თვალით და რა თქმა უნდა ისტორიკოსებს, ვინც ჩემზე უფროსები იყვნენ, ის ნანახია. იყო მეჩეთი თბილისში, ავლაბრის ხიდთან, სადაც ახლა მეტეხის ხიდი არის. იმ მეჩეთში წინა სათავსოში ის კი არა, სადაც თავარი მიხრაბი დებს, ორი სათავსო არის, ერთი პირველი, მოსაცდელი და მერე დიდი სამლოცველო. ამ პირველში მიხრაბში იდგა სასამთლე, წმინდა გიორგის ხატი იყო და ენთო სამთელი. იყო ნორმალური მოვლენა, იმიტომ რომ ქრისტიანულ სამყაროში იყო მუსულმანური, ასე ვთქვათ, ობიექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა აქვე ქრისტიანის შემოსვლას და თავისთვის ბიძგარის გადაწყვეტას. ესეთი საინტერესო როგორ გითხრათ, ფენომენი არსებობდა თბილისში, ისე როგორც დღესაც არსებობს, ის რომ სუნიტები და შიიტები თელსოფლიოში რომ ერთმანეთს ყელებს ჭრიან და კლავენ, თბილისში ერთ მეჩეთში ერთად ჩაისვავენ და ერთად ლოცულობენ, ეგ არის ბოტანიკური ბაღი. საქართველოს განსაკუთრებული ქვეყანაა, განსაკუთრებული მენტალიტეტია აქა და ამიტომ გავხდით და აუხსნათ ნებისმიერ სტუმარს, ეს მუსულმანი იქნება თუ არა მუსულმანი, ნებისმიერ სპეციალისტს, რომ საქართველოს ეს რეალური რაღაცა, იმიტომ ეს არის ეს ძეგლი, რაბათი ძეგლია, ცხადია, ეს ძეგლი არის მეორადი, ის არის აღმოცენებული ქრისტიანულ კულტურაზე. ბატონო ჯაბა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ რევიზია სურს ახალ ხელისუფლებას ყველა იმ ქმნილების თუ აღდგენის თუ რეკონსტრუქციის სამუშაოსი, რაც ძველმა ხელისუფლებამ გასწია, თქვენ გრჩებათ ასეთ შთაბეჭდილება და აქვე საჭიროდ მიგაჩნიათ რაიმე ტიპის რევიზია? არა, მე ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ როცა გაკეთდა თქვა სულდათ ან რაც იმსახურებს კრიტიკას, ახლა მაგაზე უნდა ითქვას აუცილებლად. ეს გაკეთდა, აი აქვე ჩდება კითხვა, აი რა რაოდენობის, აი პროცენტულად რომ თქვა. თქვენ როგორც ისტორიკოს რა შეგიძლიათ? აი რამდენიმე ისეთ განხმაურებულ ფაქტს შევეხოთ. აი იგივე თქვა ახალციხის აკროპოლისზე მიმდინარე გათხრები. ბატონ გიგას აბსოლუტურად დავეთანხმებთ. მეორადია, იმიტომ რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში 1728 წელსაა დორაცები აშენებული ის მეჩეთი, რომელიც დგას, თუმცა უნდა ითქვას, რომ მე-16 საუკუნემდე, ანუ მოყოლებული მე-2 საუკუნიდან და მათ კიდევ უფრო ძველი ფენები შეიძლება არსებობდეს იმდენად სტრატეგიულ ადგილზე ახალციხე აღმოცენებული. მე-2 საუკუნიდან ნამდვილად ვიცით, რომ ქალაქია, ახალქალაქობის პერიოდიდან მოყოლებული, მე-16-ის ჩათვლით, ეს არის სუფთა ქართული ქალაქი, სადაც ერთიან საქართველოს ასე ვთქვათ, მეფეთა დომენი იყო და იქ მართავდა მათი ერისთავი, შემდგომ პერიოდში იგივე ახალციხელების პერიოდში ჯაყელები არიან, ისევე ქართულ სამყაროს ეკუთვნიან, მაგრამ მას შემდგომ რაც აქ მოვიდა თქვათ ოსმალები, მერეც ის ქართული კულტურის ნაწილად იყო ქცეული, იმიტომ რომ აქ ქართველი ჯაყელები არიან და ფაქტობრივად ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში ქართულად, ქართული სამყაროს ნაწილი იყო, ხოლმე მე-18 საუკუნეში იწყება სერიოზული და დიდი ოსმალობა, რასაც ქვია და რელიგიური ასე ვთქვათ, მთლიანად აქ ისლამის ასე დამკვიდრება. ეხლა მე იმის თქვა მინდა, რომ რა თქმა უნდა, იქ რაც მიწის ქვეშ შეიძლება აღმოჩენილი იყო, ამას შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ზოგადად ამ კუთხის ისტორიისათვის. იგივე შეიძლება ვთქვათ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გავამართლო ვთქვათ გვერდზე ბაგრატის ტაძარზე მიშენებული ვთქვათ ლიფტის არსებობა. ან როგორ შეიძლება მე არ მომწონს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არ მომწონს, როდესაც თვითონ სივრცეში კინაბეტონის ასე ვთქვათ პატრონიკია გაკეთებული და აი ეს ასე გადაწყდა სივრცე თვითონ ბაგრატის
ბაგრატის ტაძრისა არც გადახურვის ფერი არ მომწონს. ეხლა ვინც თუნდაც ერთხელ ადამიანი ჩასულა ტაოკლარჯეთში, ანუ იმ ეპოქაში აშენებული ძეგლები უნახია, ეს არის თქვათ ოშკი, ეს არის იშხანი. დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც შენდება ბაგრატიც. ხო, ერთი ოშკი ცოტა ადრეულია, იშხანი ცოტა მოგვიანოა. ჩვენ დავანახოთ, მათი პირვანდელი გადახურვა მეტნაკლებად დღემდე შემორჩენილია და ბატონ გიგა დამეთანხმება და თქვენი სტუმრებიც, რომლებიც საკმაოდ ახლოს არიან, ახლა არქიტექტორები არიან და იქიდან გამომდინარე, მათი გადახურვა არ არის ასეთი ხასხასამწვანე. შესაბამისად რევიზიას აუცილებლად რევიზიას იმსახურებს. ეს იმას არ ნიშნავს. რას ნიშნავს რევიზია? რას ნიშნავს რევიზია? ეს იმას არ ნიშნავს, რასაც არ უნდა მოგწევ, რაც არ მოგწევს, იმას შენი პოზიცია უნდა დააფიქსირე. ხომ ერთ პატარა დეტალს გეტყვით რა, რომელიც აუცილებლად მინდოდა, იმიტომ რომ თქვენ და სტუდიაში ბატონი გიგა, ძალიან ბევრისთვის საპატივცემლო არქიტექტორი, მე მახსოვს, როდესაც ხშენდებოდა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. პირველი ვარიანტით ის უნდა აშენებულიყო ზუსტად იმ ადგილზე, სადაც არის პრეზიდენტის სასახლე. დღეს სადაც პრეზიდენტის სასახლე. მანამდე პოლიციის რაღაც შენობა იყო. ბატონი გიგას პოზიცია იყო, რომ ამ ძეგლის აშენება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს დათგუნავს თლიანად იმ სივრცეს, ჩაყლაპავს სიონს, ანჩისყადს, ჩაყლაპავს მეტეხს და სტატიას დაიბეჭდა, მე მახსოვს ეს სტატია, ანუ არქიტექტორები თავიანთ წრეში, ფართო საზოგადოებაში მსჯელობდნენ ამ თემებზე. მე არ მინახავს სამწუხაროდ იმ რიყეს რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარეობს და იქ შენდება, ასე ვთქვათ, დარბაზი, ხო? ასე ვთქვათ, შესაძლებელია ცალკე აღებული ეს ნაგებობა წარმოადგენს რაღაც, ასე ვთქვათ, არქიტექტურულ ძეგლს, წარმოადგენს რაღაც საინტერესო ნიმუშს, მაგრამ არა იმ სივრცეში, სადაც ფაქტობრივად ჩაიყლაპა ძველი თბილისის აი ეს ფაქტობრივად ეს ნაგებობა დომინანტი გახდა, რიყის მეშვეობით დომინანტი გახდა და უკვე არც სიონია, იქ ხიდმას საერთოდ დაჩრდილა ძველი ქალაქი, აი ამაზე აქვს საუბარი. მე ამბობ, რომ აქ უნდა იყვნენ სპეციალისტები, ეს უნდა ყოფილიყო წლების მანძილზე განჟისაგან და არა ესეთი ტემპებით, იცით, ხა ცოტა ესეთი მომენტია, 2 წელიწადში განახორციელო ამხელა მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც განხორციელდა ახალციხეში, ხო? მე მაგალითად ვთვლი, რომ ეს არ შეიძლება. გასაგებია, მოდით ამ სარეაბილიტაციო სამუშაოს ერთ-ერთ მონაწილეს დავუბრუნდეთ, ბატონო შალვა, ეხლა ხვალ მიხვალთ კულტურის სამინისტროში, ბატონი მარინეც იქ დაგვხვდებათ, აი, რაში უნდა დაარწმუნოთ ისინი? რას აპირებთ ამ გვამაგიძე, რა უნდა წარმოადგინოთ? არა. როდესაც ლაპარაკია რესტავრაციაზე და აი ბატონმა გიგამიცის კარგად თქვა რა და ქალბატონი საუბრობს იმაზე, რომ რაც არის ძველი დარჩენილი სარესტავრაციო, ის ძეგლები არის უნაკლოდ მე მithქვამს და კიდევაც ვამბობ, რომ ეს არის უნაკლოდ შესრულებული რესტავრაცია. სხვა კომპანიამ გააკეთა კერძოდ ამ მეჩეთზე, მაგრამ ვამბობ. ის რომ თქვა გუმბათის ფერი არის ოქროს ფერი, ნუ და ყოველ შემთხვევაში ტყუის ფერიც არისო რა. იმიტომ რომ ეს არის თურქების მოთხოვნაც ალბათ იმიტომ არის, რომ იქ ყველაფერი, თქვა ყველა ეგეთი ნაგებობა არის ტყუისფრად გაკეთებული. აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა, პასკევიჩის მერე რუსის ჯარისკაცები დგანან რა. და არის მუქი სახურავი რა, ანუ ტყუის ფერის სახურავი არ შეიძლება ქონდა, იმიტომ რომ ფოტოზე იქნებოდა დამეთანხმები ბატონო და ცოტა გია ფერის, როგორც აგერ ამ ფოტოზე ეს ოქროს ფერი ცოტა ესე კაშკაშაცაც, ხო? თუნუქის მეორადია. მეორადია, მაგრამ ეს არის მეფის რუსეთის დროს, აი ესე გადაღებული, ხო? მაგას ვამბობ რა. ამიტომ თავისთავად, არა, საქმელი მე შეიძლება კითხვებზე, რასაც მეტყვი, იმაზე პასუხი გავცე. აი ეს სიტუაცია. ტყუის ფერი შეიძლება ყოფილიყო ერთი რამის გამო რა, იმიტომ რომ ძველად გადახურვაში მართლა გამოიყენება და ეს იყო ჩვეულებრივი გადახურვის ერთ-ერთი სადავოის არის. შუა საუკუნეებში, ასე რომ თქვენი თვითონ გზა, მე გეტყვით რა, თქვენი თვითონ გზანეს და ბატონო გიგამაცად ხო, აქ არის, აქ აშენებს ჯაყელი, ხო? ის მუსულმანია თუ რა არის ქართველია, ხო? მაგიტომაც შეეწირა ამ ყველაფერს რა, იმიტომ არა აქ ამას მაღალი მინარეთები, იმიტომ არის სამრეკლოსნაირი მინარეთი გააკეთა, იმიტომ არის შესასვლელის კარზე თქვენ ძალიან კარგად იცით, იმიტომ რომ ეს მე-9 საუკუნეების ყველაფერიც რომ აქ არის ქართული და მართლმადიდებლური ელემენტები, თავის დროინდელი, ჯაყელის დროინდელი ელემენტები და ბევრი ნიუანსები, რომელზეც აი თვითონ სტილი ეხა მეჩეთს ხო გაქვთ მეჩეთები ნანახი თქვა, ხო? აქედან გამომდინარე თქვა ის არ იმეორებს იმ თურქის დაკვეთას და არ არის ბოლომდე გადავარდნი ამ თურქების რაღაც მოთხოვნაზე ქართული ხმაგას ვამბობ რა, იმიტომაც არის აქ ბევრი არქიტექტურული
ფორმები ამ იმაზე არის, თლად ბოლომდე არ არის რა ესე და შესაბამისად. დიახ, ხვალ ალბათ მრგალმაგიდაზე თქვენ გეტყვიან ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თუ გეტყვევათ მით უმეტეს რომ ეს პროექტი, რასაც ქართულ ხალხო ბრძანებს აქ არის ახალი პროექტი თქვენი პოლიტიზირებული და ნაწილი იმ პოლიტიკის რომელიც ითვალისწინებს ძველის განადგურებას ეს მათი იდეა. ზოგადად როცა თქვენთან ოპონირებენ ამ თვალსაზრისით. აი რა შეგიძლიათ თქვათ? ჩვენ რატო ოპონირებთ? არა თქვენ ოპონირებთ ხალხო რომ ისინი იქცევიან პოლიტიზირებულად. დეაპოლიტიზირებული ეს პროექტი. ეს რევიზია ჩვენ არ დაგვიწყია. თავარ პოლიტიკურ თემად არის დაწყებული ამ არჩევნების მოგების შემდეგ. თავარ პოლიტიკურ თემად. მოხდა შეკრებები, მოხდა იმის განხილვა, როგორ უნდა დაიშალოს, მოხდეს დემონტრი, რიგი ნაგებობების, არა კულტურულ ძეგლებზე არ იყო მაშინ ლაპარაკი იყო, სწორედ რიყეზე, აი იმ შენობის დაშლასთან დაკავშირებით. მე კულტურულ მემკვიდრეობას კი არ ვადარებ, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფუქსასის შენობის დაშლაზე რო იყო ლაპარაკი, იმის შედარებით ვამბობ, რომ ფუქსასის შენაზე რომ ლაპარაკობთ, რომ თითქოს გარემოში არ ეწერება, მაინტერესებს ეწერება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სახლი თქო. ამ კონტექსტში ვიკითხე და არა იმ კონტექსტში, რომ რაბატთან დაკავშირებით. გეუბნებათ ბატონი გიგა, ეს არ არის ამ წუთში ასე თავარიო ასეთი. რატო მაშინ იმის დემონტაჟზეც ვილაპარაკოთ? თუ ობიექტურები ვარ და თუ არა ვარ პოლიტიზირებული. ხით რომ დემონტაჟი ჭირდება, ჩემო ხათუნა, წყალი არ გავა მაგას. დემონტაჟი ჭირდება, ეს ხიდულად საჭიროა და არა იქ, სადაც ანჩის ხატი და სიონის ეკლესია. ჩემი აზრით იმ ხიდმა კიდევ უფრო გაუსვა ხაზი ანჩის ხატსა და სიონსაც. ეს მოსაზრებები არსებობს ერთმანეთის საწინააღმდეგო, ეს არის ბუნებრივი და ნორმალური. დემონტაჟი არ არის ნორმალური ჩემი აზრით. შეიძლება თუ შეიძლება რამდენიმე წუთი მომცეთ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი კომპლექსური საკითხებია და ჯერ დავიწყებდი აი ამ პოლიტიზირების საკითხით. ესე იგი ბოლო წლების მანძილზე კულტურის სფერო ზოგადად იყო აშკარად კაფეოდ პოლიტიზირებული. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და თუ გნებავთ მოგიყვებით ამის ყოველ რამდენიმე მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ ზოგადად ამის თვალნათელი მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოში. ამის გამო არის სწორედ რომ ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ძალიან რთული სურათი აი ის რაც ქაბატონა ხათუნამ ბრძანა რომ სადაც კი მივედით იქ რაღაც პრობლემა დაგვხვდა მართლა არ ყოფილა ერთი ძეგლი ხა მე რაც დავიწყე მუშაობა კულტურისა და ციხესიმაგრეების სამინისტროში ბევრი ძეგლი მოვინახულე რა თქმა უნდა ჩვენ ეცადეთ რომ თქვათ ისე არ გველაპარაკა თუ კი ძეგლს არ ნახავდით აი რა ხდება მართლა ბოლო ამ დღევანდელი მდგომარეობით როგორია სურათი და ფაქტიურად ყველგან დაგვხვდა ძალიან ძიმე მდგომარეობა იმ მხრივ რომ სადაც რაც არ უნდა აი სადაც არ უნდა მოხდე ძალიან სამწუხაროა ამის თქმა მაგრამ მცხეთა იქნება ხა როგორც ბატონმა გიგამ აღნიშნა მცხეთა იქნება თუ თელავი იქნება თუ მესტია იქნება თუ თბილისი იქნება ნუ არ ვიცი თელავი ეს არის ისეთი ტრაგედია მაგალითად რომ ესე იგი ფაქტურად განადგურებული დაგვხდა ძეგლების მთელი კომპლექსი ისე რომ სტატუსი განადგურების მერე მოეხსნა ძეგლებს ესე იგი ჯერ განადგურეს ნაწილი ძეგლებისა ბატონის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე და მერე მოუხსნეს სტატუსი საერთოდ და ნებისმიერი თუნდაც თელავის ცენტრალურ ქუჩაზე როგორ არის სახლები აღდგენილი რა სიყალბე და ბუტაფორიათ არის ცეული ანუ ეს არის ძალიან ძიმე სურათი ყველგან აი სადაც არ უნდა წახვიდე ნუ სიღნაღი ცალკე იყოს და ასე შემდეგ ხო ფაქტიურად რა ხდებოდა ახლა ჩვენ მე მაგალითად მსოფლიო საერთაშორისო დონორებთანაც ხონდა ამაზე საუბარი იმიტომ რომ განსაკუთრებით მინდა გითხრათ რომ აი თელავის სურათმა შემზარა აი მართლა შემზარა და იმიტომ რომ იქ შენდებოდა უნებართვოდ აი დღესაც კი ანუ დეკემბრის თვეში შენდებოდა უნებართვოდ მაშინ ჯერ კიდევ ნიკა ვაჩეიშვილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე და ფაქტიურად აი თელავი იყო ბოლო წერტილი რამაც მათქმევინა რომ არა ეს კი ჩვენ ვერაფერს ვერ ვითანამშრომლებთ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ხედვა თელავში როდესაც ნახეთ რა ანუ ფაქტის წინაშე როცა დავდექით და განსაკუთრებით როდესაც დავინახეთ რომ უზარმაზარი ნაგებობა შენდება, ანუ მუზეუმი. ოღონდაც ვერავინ ვერ გითხრა რა შენდება, ვერავინ ვერ გვაჩვენა ამ მიმდინარე მშენებლობაზე უკვე ლამის მეორე სართული იყო ამოყვანილი, რაიმე სახის ნებართვა მაინც, ან ეს იყო უკანონო, უნებართვო მშენებლობა, მუზეუმისა, რომელსაც
არანაირი ხედვა არ ქონდა. არავინ არ იცოდა ეს მუზეუმი რისთვის შენდებოდა, რას დააბინავებდა თავის სივრცეში, ხო? რას მოიმსახურებოდა. ნუ გასაგებია ეს თელავე ძალიან დიდი ინტერესია უკაცრავად შეგატყობინებთ ხალხო მარინე მცხეთის მიმართ ეს რეალობაა რომ შესაძლოა იუნესკოდან რამდენიმე წუთს მომცემთ აი ძალიან მადლიერები იქნებით რომ მართლა ბოლოს შემოგიერთდით და ძალიან იმიტომ რომ ეს იცით რა რაბათის საკითხი თუ განვიხილეთ რაღაც მხოლოდ როგორც რაღაც ცალკეული მაგალითი კარგი ეს ერთი პრობლემაა მაგრამ აი ზოგადად ჭრილში თუ განვიხილავთ მაშინ მართლა გამოჩნდება რამხელად პრობლემის წინაშე დგავართ დღეს ჩვენ ისინი ანუ ახალი ხელისუფლება და ჩვენი სამინისტროს მათ შორის რომელსაც აბარია კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხი ხო ხო და თელავში ეს სურათი რომ დაგვხვდა მაშინ სოფლიო ბანკის მესვერებსაც ელაპარაკეთ და ვკითხე მე პირადად რომ კი მაგრამ თქვენ ხომ გაგეჩნიათ მონიტორინგის სამსახური ხო ამ თანხებს როგორ გასცემდით როგორ არ აკონტროლებდით ეს მშენებლობა კანონიერი არა როგორ არ დაინტერესდით რა მუზეუმი შენდება ხო უბრალოდ აი რა შენობა შენდება ეს ხომ მაინც უნდა ვიცოთ ვერცერთმა თელაველმა ვერ გითხრა ვერც მუზეუმის ვერავინ არავინ არ იცით რა და მუზეუმის კონცეფცია რა იყო იცით მაინც აი ცნობის მოყვარულებს საინტერესო რომ ერთი დარბაზი უნდა იყოს სპარსული ერთი უნდა იყოს კახური ან ქართული და ერთიც ქვემოთ უნდა იყოს ღვინის დარბაზი აი ეს იყო სულ რაც კი მოვიპოვეთ ინფორმაციის სახით. ნუ ეს ხომ არის სავალალო სურათი, ხო? ამ დროს 100,000-მდე თუ 165,000 ექსპონატი მუზეუმის სადღაც დაბინავებული დროებით, სადღაც რა ვიცი, შეკეთლებული რაღაც შენობას ძალიან გაუსაძვის პირობებში და რაღაც. მცხეთაზე ერთი წამით გადავდა, აი ამ სოფლიო ბანკის მესვერს ამაზე ან შეკითხვა დავუსვი, პასუხად მითხრა, რომ იცით რა, აი რა მექნაო მეო, მეც გამიგეთო, მეო ადეიშვილი მიბარებდაო და პირდაპირ ბრძანებას ანუ პირდაპირ ის განკარგულებას ისიძლეოდაო ხო და ხა ეს კი არ არის გამართლება მაგრამ მე მესმის ახლა იმათ პოზიციას ხო საერთაშორისო ზონერის ახლა თქვა თავრობის წარმომადგენელი ესაუბრება ეუბნება რომ მოდი ეს გავაკეთოთ ასე ისე მაგრამ იქაც კი სოფლიო ბანკის ექსპერტი ჩაერია მაი რო ვიცოდეთ ესეც ნიშანდობლივია რომ ქართველი ხელისუფლების წარმომადგენელი კი არა ან კულტურის სამინისტროს მესვეული კი არა ან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის დირექტორი ხელმძღვანელი კი არა არამედ ისევ რომელიღაც ექსპერტი ნიუ-იორკიდან ჩაერია იმიტომ რომ როცა რაღაც ანგარიში წაიკითხა თუ ნახა სოფლიო ბანკის თქვა რომ კი მაგრამ ერეკლემეორის სასახლეს რას უშვებდები იქაც რაღაცა პროექტი იყო ისეთი რომელიც არ იყო შეთანხმებული არ იყო მისაღები ნუ მოკეთ აი რაღაცნაირად ეს პროცესი ოდნავ შეჩერდა ეს არა როგორ იყო ის პირვანდელი პროექტი ამ ერეკლემეორის სასახლისა გულისხმობდა კიდევ ერთი სართულის დაშენებას რაღაცა ისპაჰანის სასახლის დარად შაღაბაძის სასახლის დარად რაღაც უნდა გაეკეთებინა და აი ეს მაინც შევაჩერეთო სოფლიო ბანკის მესვეურება მითხრეს ამას გადავარჩინეთ თქვენი ძეგლი აი ერთი წამი და შეგაჩერეთ ქავდონ მარინე ქავდონ ხათნო გესმით ალბათ რასაც საუბრობს ახლა ქავდონ მარინე მოგცემ საშუალებას ქავდონ ხათნოს მინდა ვთხოვო კომენტარი ეს რაც თქვენ მოისმინეთ ახლა შეიძლება რეალობა იყოს და თქვენ ახლა გჯერათ ამის თუ ეჭვის ქვეშ აღენახ მონაყოლს ისი რომ კატასტროფა თელავში არის კატასტროფა დიახ ძალიან მიჭირს ამაზე რომ არ გამეღიმოს რომ თელავი თურმე დღეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში სიღნაღიც ასევე ახსენა ქალბატონმა მარინამ ალბათ თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, მესტიაც ყველაფერი ქალბატონ მარინას ეჩვენება რომ ეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში მე მინდა რომ ვნახო აი ამ ხელისუფლების მიერ რაიმე აშენებული, რაიმე შექმნილი, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც რაღაც იქმნება, მას მოსდევს კრიტიკა, ეს არის ნორმალური, ბუნებრივი საზოგადოებაში. კრიტიკას იწვევდა და ბევრად უფრო აღშფოთებულ კრიტიკას, ვიდრე ახლა ქალბატონი მარინასგან ნახეთ დემონსტრირებული, ბევრი შედევრი. მოდი ამაზე შევთანხმდეთ, მე არ ვლაპარაკობ ახლა რომ რაღაც შედევრებზე ახლა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ისტორია ინახავს შედევრების მიმართ ბევრად უფრო დიდ აღშფოთებას, ვიდრე ახლა გამოხატა ქალბატონმა მარინამ. ბევრი ძალიან ღირსეული ძეგლის მიმართ, რომელიც ევროპაშიც არის, სხვაგანაც ყოფილა ესეთი აღშფოთება, ხალხს დაუტოვებია ქვეყნები იმის გამო, რომ არ ენახათ ეს შენობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი რამე აკეთო. თავარი რამე შექმნა. ადამიანი ფასდება რამის შექმნით და შემდეგ ქმნილება იწვევს კრიტიკას. ქალბატონ მარინა მომისმინეთ და მერე მიპასუხეთ. როდესაც შექმნი რამეს, მე აუცილებლად შენ იქნები კრიტიკის ობიექტი. ეს არის ფაქტი, ეს არის
ყოველთვის ასე. კრიტიკა და მეორე არის შეფასება კატასტროფა, რომელსაც ახლა ბატონ გიგას არა, კატასტროფაზე კატასტროფულად არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა. შეიძლება მე მინდა ნახო, როდესაც შეიქმნება აუცილებლად ისინიც მოყვებიან გარკვეულ კრიტიკაში. უბრალოდ ეს კრიტიკა უნდა იყოს პროფესიული და არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ამიტომ ვიკითხე მხოლოდ თავიანთი დამოკიდებულება გასაგებია ხა ბიზნე ივანიშვილთან დაკავშირებით ვერ გააკეთეთ განცხადება ხალხური მარინა რახან იმის სახლია მაგრამ ძველი საბჭოთა შენობები ის უბედურება რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერ სფეროში არის თუ არა ისეთივე თუ მხოლოდ ჩვენ დროს აშენებული ნაგებობები განიცდის რევიზია გასაგებია თქვენი თქმის არსი ქავდო მარინე გისმენთ ქავდო მარინე ხოლმე საინტერესოა კულტურის სამინისტროს თუ კიდე არსებობს რამე საქართველოში ან არსებობს რაიმე რასაც უნდა გაუკეთეს რეაბილიტაცია თუ მხოლოდ რეაბილიტირებული უნდა გადაიხედოს ეს არის ჩემი გასაგებია გისმენთ ქავდო მარინე ჩვენ ერთად გავაგრძელებ პოლიტიზირების საკითხის ირგვლივ და მე გადავიდეთ უკვე სხვა საკითხზე ხო იგივე გახლავთ ამ აშკარა პოლიტიზირების მაგალითი გვაქვს დღესაც გუშინაც ქონდა და გუშინწინაც როცა ნაციონალური პარტიის გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაბეჭი მინდა რესტავრაციის პროცესი. Ну, რა თქმა უნდა, იქ სრულიად აბსოლუტური ბრალდებებით წამოაყენა, როგორც არის ვითომ გრევის განზრახვა, ჩვენი ვთქვათ ახალი მთავრობის მხრიდან რაღაც, ну, რაც არის აბსოლუტურად, ну, ახლა ცივისწავებული განცხადება, სხვა თუ არაფერი, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ის თავს თვლის უფლებამოსილად რომ განსაჯოს რესტავრაციის დროს დაშვებული ხარვეზების არსებობა არ არსებობის საკითხი. ეს უკვე არის ნიშანი, აშკარა ნიშანი პოლიტიზირებისა. დამეთანხმებით თუ არა. ერთ-ერთ მაგალითად მთავრობის ხდომაზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხა შეიძლება ეს ამას არ უნდა ამბოდე ასე საჯაროდ, მაგრამ ნამდვილად მოხდა ისე რომ ხდომას ვესწრებოდი და თქვა რომ ჩვენ მთავრობა არა ვართ კომპეტენტური კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. აი ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს სრულ დეპოლიტიზირებას კულტურის სფეროსა, განსაკუთრებით ისეთი მტკივნეული და მგრძნობიარე სფეროსი, როგორც არის კულტურული მემკვიდრეობა, სამთავრობო კომპეტენციისა და გადაწყვეტილებისგან. რა თქმა უნდა, მთავრობის ნება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და მთავრობის ხედვა კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხში, ხო? მაგრამ თუ კი მთავრობის ხელმძღვანელი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ კომპეტენტური აი ამ სფეროში, ეს არის უკვე ძალიან დამაიმედებელი ნიშანი, ძალიან დიდი, რა ვიცი, აი ჩემთვის არის ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან დიდი ზრა არის საერთოდ ახალი ხელისუფლების ხედვაში შედარებით იმასთან, რაც ხდებოდა. იმიტომ რომ წინათ აი ნამდვილად ვიცი იგივე ნუ რაღა შორს წავიდეთ ბატონი ვანო მერაბიშვილის მაგალითი კმარა ხომ გამოდის ტელევიზიით ახლაც თქვენ აჩვენეთ ქალბატონი ნინო კადრები სადაც მას უჭირავს სრულიად მსვლელობით ძეგლის ანუ ფოტოები და გვიმტკიცებს რომ ეს კარგია თუ ცუდია აი საიდან აქვს ბატონ ვანო მერაბიშვილს რაიმე კომპეტენცია ამ დარგში როგორ შეუძლია მას განსაჯოს თქვათ ვარგისობა ამ სარესტავრაციო პროცესისა თუ მისი უვარგისობის საკითხი. აი ეს არის ძალიან ანუ მაგალითის შორს არ არის. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ მოდით აი ძალიან საინტერესო თემაა. ხეთას ემუქრება იუნესკოდან ამოდება. იგივე ბანო მერაბიშვილმა წარმართა ნუ ყოველშაბათში მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს წარიმართა ძალიან სწრაფი ტემპით, ძალიან მძიმე და ნუ წინამორბედი ხელისუფლების ანუ მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ის არის თქვა პასუხისმგებელი ამ საკითხზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცხეთაში მოგეხსენებათ რომ ბოლო დროს ასევე წარიმართა ძალიან მძიმე პროცესები, ნუ რა ვიცი ხა მარტო სვეტიცხოვლის თემა, სვეტიცხოველი რომელმაც დაკარგა საერთოდ დომინანტის მნიშვნელობა ამ არაჩვეულებრივ ლანდშაფტურ ხო განსაკუთრებულ სამყაროში, მხოლოდ მცხეთისთვის დამახასიათებელ და განუმეორებელ ასე ვთქვათ, პეიზაჟში ფაქტურად შთაინთქა სვეტიცხოველი, რომლის გუმბათიღა ჩანს და რამ მკლავები ამოწერილი, მაგრამ ფაქტურად ამ სახლების ეს სახურავების ნელ-ნელა აზიდვა, ამ რაღაცა ერთფეროვანი გადახურების ну, მოკლედ აი ეს გაუფასურდა საერთოდ ეს გარემო სვეტიცხოვლისა არის ისეთი ну, რა ვიცი, აი შეუფერებელი ამ ძეგლისთვის, ისეთი შეუსაბამო სამარცხვინო, ეს შეიძლება შეაფასოს ძალიან ნეგატიურად. ეს ერთი. გარდა ამისა,
დაიწყო ძალიან ინტენსიური ახალ მშენებლობები არაგვისა და მტკვრის შესართავში. მოგეხსენებათ, ეს არის ის ადგილი, რომელიც ითვლება ვიზუალურ დერეფნად, ვიზუალურ ეგრეთ წოდებული კორიდორად ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის. ეს იყო ის ზონა, დღეს აღარ არის, რომელიც უნდა დარჩენილიყო ხელუხლებელი. იმიტომ რომ ეს არის მთელი ხიბლი ამ ლანდშაფტისა და ამ ძეგლთა ერთობლიობისა და მათი გამოძახილისა ერთმანეთთან, ხო? ესე იგი ეს სამეული, სამთავრო, სვეტიცხოველი და ჯვარი აი ესე ეხმიანებოდა ერთმანეთს. იმ მონაცემებით, რაც არსებობდა, ვთქვათ, 1994 წელი იყო თვარსთები, როდესაც შევიდა ეს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ერთიანობა, როგორც განუმეორებელი ერთიანობა შუა საუკუნეების არქიტექტურისა და 2009 წლიდან იგივე იუნესკომ უკვე დაწყებული სამშენებლო პროცესების გამო გადაიტანა მცხეთის ძეგლები საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში. შემდეგ იმის გამო რომ არანაირი რეაქცია ხელისუფლებისგან ამ გადატანას არ მოყოლია, იყო რაღაცა შენიშვნები, მაგრამ 2012 წლის ზაფხულში იუნესკოს ბოლო სესიაზე მკაცრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მკაცრი რეკომენდაცია მითითება, ანუ ისეთ შენიშვნა, რომელსაც უკვე აუცილებლად ჭირდებოდა მიხედვა და გათვალისწინება, რომ თუ კი სასწრაფოდ არ დარეგულირდებოდა ეს ახალმშენებლობები, თუ კი არ გადაწყდებოდა სამომავლოდ მათი ბედი, ანუ სახელმწიფოს უნდა შეეთავაზებინა იუნესკოსთვის რაღაცა გეგმა, ან ნელ-ნელა დემონტაჟისა, ან რაღაც დაგვარი დარეგულირებისა. მოკლედ ეს არ მოხდა, ჩვენ უკავშირდებათ ძალიან ცოტა როქჩება დიახ. ეს კიდევ ნათლად არის წერია ამ გადაწყვეტილებაში, რომ მაშინ ეს ძეგლები უბრალოდ ამოვარდება, ამოღებული იქნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან, ხო? ეხლა საფრთხეშია, მაგრამ მაშინ ამოვარდება. აი ამის სანაცვლოდ იგივე ვანო მერაბიშვილმა, ნუ ეხლა იმ დროს პრემიერ-მინისტრის ადამიანი გახლავთ, და ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იცვლებოდა კიდევ ერთხელ დაცვითი ზონები მცხეთაში და რომლითაც დაკანონდა ყველა ეს უნებართვო მშენებლობა, რაც მიმდინარეობდა მცხეთაში და სწორედ ამ ადგილას დააკანონა ამ გესმით? ანუ ეს არის აი მართლა დანაშაულებრივი ქმედება. ანუ დღეს ჩვენ იცით როგორი სურათი გვაქვს, რომ დღეს ჩვენ ახლა რაღაცნაირად უნდა გადავარჩინოთ ეს მდგომარეობა, რომელიც მემკვიდრეობად მივიღეთ წინამორბედი ხელისუფლებისგან, თორემ ესე იგი ამოვარდნილ იქნება, ამოღებული იქნება. ესე იგი ბაგრატი საკითხი გადაწყვეტილია, ახლა კიდევ მცხეთად დგას და რა ვიცი, ჩარჟაში იმედია გადაგვირჩება. ავტომატურად აღარ გვაქვს დრო პრაქტიკულად ძალიან მოკლედ იმის შესახებ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოთ ხვალ გაბათის ციხესთან დაკავშირებით. შეიძლება რომ უარი თქვათ რეკონსტრუქციაზე, საერთოდ ისე რეკონსტრუქციაზე არ არის. არის მხოლოდ რამდენიმე ხარვეზის შესწორება. არა, მე მიმაჩნია კორექტირებაზე. რა თქმა უნდა, აბა ის იკრიბება ძრგვალი მაგიდა თუ წინასწარ არის განსაზღვრული რა პრინციპში გადაწყვეტილება უნდა იყოს. თუ რაიმე შეიძლება იქ შეიცვალოს ადგილზევე მოსმენილი შედეგად. ეს დისკუსიაა, რომელიც იქვე ადგილზევე მიიღოს გადაწყვეტილებას. ხვალინდელი მრგვალი მაგიდის, ასე ვთქვათ, დანიშნულება თუ მოწოდება იქნება საზოგადოებას სწორად აეხსნას მიმდინარე პროცესები. სწორად განემარტოს ის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესები, რომლებიც წარიმართა რაბათის ტერიტორიაზე. ეს ბოლო განმარტებით შეხვედრა. განმავლობაში. ეს არის ეხლა იქ სამუშაო ჯგუფი არ იქნება, რეკომენდაციები ვერ შემუშავდება, ანუ ეს არის უბრალოდ იცით რა, ისეთი შეურაცხყოფელი და ცილისწამებული განცხადებები გაკეთდა. ჩვენ მე ვიტყოდი რომ ჩიტი დღნად არ ღირს, ანუ იმდენად უსუსური იყო ეს განცხადებები, ხო? მით უმეტეს აი ერთმანეთს დაგიზუსტებთ კიდევ ხალხად. მოკლედ ძალიან ფაქტია. ანუ რო იცოდეთ, ესე იგი ეს წინამორბედი ხელისუფლება უბრალოდ სახელმწიფო ეროვნული ინტერესებით ეწეოდა ვარჭევას თურქეთის მხარესთან. და მაგალითად დაგისახლებთ იმ მრავალი ხელშეკრულების მონახას, რომელიც მე დამხვდა სამინისტროში, მართალია არც ერთ არ მოეწერა ხელი, მაგრამ ამ მონახაზების ტექსტი მაქვს მე ხელ და შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც. ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აძლევდა თურქეთს უფლებას, თურქეთის მხარეს, თურქეთისავე ფულით, სახსრებით, ბათუმის ცენტრში აეშენებინა აზიზიეს მეჩეთი. ამის სანაცვლოდ, ესე იგი, არარსებული შენობა ხა თქვენ ქალბატონ მარინე ჩვენ კიდევ არ გვაქვს. იძულებოს ფესტავალ ხათუნას ვავასუხებინო კვლავ თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ისეთი ბრალდება ქალბატონ ხათუნა შეგიძლიათ გამოეხმაროთ მოკლედ ძალიან გთხოვთ და უკვე უნდა დავასრულოთ ჩვენი. ანუ განხილვის პრინციპი არ იყო პარიტეტული.
რადგან თქვენ ეხლა მოახერხეთ ის რომ ნაცვალგების პრინციპი აღარ იქნება როგორც აღარ იქნება და საერთოდ გაიმიჯნა ესამები აზიზის მეჩეთის თემა მოხსენით ჩვენ ძალიან დიდი მოლაპარაკებისა ძალისხმევის რაღაცა იკეთდება რაღაცა აკეთდება უნდა არა ნაცვალგების და გაცვლის პრინციპის საფუძველზე გასაგებია ჩვენ პროცესი ხავდონ ხატმან ძალიან მოკლედ და უნდა გაგემშვიდობოთ პოლიტიკურ ნაწილს და დავჭერთ მხოლოდ ექსპერტებთან ერთად დიახ ხავდონ ხატმან მე მისმენთ ახლა აზიზიეს მეჩეთს რაც შეეხება ეს არ არის დიდი ნაგებობა ქალბატონო მარინა ეს არის ორსართულიანი ხის ნაგებობა რომელიც იყო აზიზიეს მეჩეთი იმ ადგილზე ახლა არის კორპუსი ამიტომ იმ ადგილზე არ იყო საუბარი ამ მეჩეთის აშენებაზე ლაპარაკი იყო სხვა ადგილის მონახვაზე ზუსტად იგივენაირად როგორც თქვენ აპირებთ ამას ახლა აზიზიეს დაარქმევთ ამ მეჩეთს თუ სხვა სახელს რამაც ჩვენს მიერ შერჩეულ ადგილზე უნდა აშენებულიყო აზიზიეს ასლი როგორიც იყო აზიზიეს მეჩეთი და მას უნდა ქონოდა კულტურის ცენტრის ფუნქცია ეს იყო და ეს მაშინ ამას მოყვა საშინელი პროტესტი მე არ ვიცი რა აღმოაჩენთ ანტისახელმწიფოებრივი როცა იძახით რომ ცილის წარმებლურია ჩვენი განცხადებები პოლიტიზაციასთან დაკავშირებით აი ამ სფეროსი ნამდვილად არა თქვენ უნდა მიადევნოთ თვალყური თქვენი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს მრავალი ნაგებობის დაანგრევის და დაშლის შესახებ დემონტაჟის შესახებ რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო აშენებული ამაზეა საუბარი რომ ეს არის პოლიტიზირებული მაგალითად რიყეზე მდებარე შენობების თაობაზე ეს არის ფუქსასის შენობები რომელზეც იყო ლაპარაკი ხიდის შენობაზე რომელმაც ააშენა უკვე ერთი მახინჯი ნაგებობა მტკვრის სანაპიროზე მაინტერესებს თქვენ როგორ თქვით ლამაზი ნაგებობა თუ არა ბიძინა ივანიშვილის სახლი თქო მიპასუხეთ და არ მპასუხობთ ამაზე კი აი ამაზე გიპასუხებთ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი არის შემოქმედებითი არქიტექტურის ნიმუში. შეიძლება საკამათო იყოს მისი მდებარეობა, მაგრამ ეს არის შემოქმედებითი, ეს არ არის ყალბი არქიტექტურა, ეს არის თანამედროვე არქიტექტურა, ძალიან საინტერესო, გარეგნული ფორმითა თუ შიდა ინტერიერით. შეიძლება კამათი მის მდებარეობაზე, ამაში გეთანხმებით. მაგრამ ეს პროექტიც დამტკიცდა იმ დროს, ხალბატონო ხატმან, როცა თქვენ იყავით ხელისუფლების სათავეში. და როდესაც იმ ადამიანებმა არა, შეიძლება მაშინ რომ სწორი რჩევა მიეცათ სწორედ იმ მეცხოვრებს, რომელთაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე და რომელთაც უნდა განეხილათ თბილისის შესაძლოა როგორც ლანდშაფტური როგორც ლანდშაფტური ძეგლი მთლიანობაში, ხო, ლანდშაფტური ფასეულობა, შეიძლება მაშინ ბატონ ბიძინას კერძო პირს იმ მომენტში გაეთვალისწინებინა მათი შენიშვნები. მაგრამ როგორც ჩანს ეს არ გაკეთებულა და თვითონ არქიტექტურა ძალიან საინტერესოა. მადლობა ხალხო. თქვენი აზრი მინდოდა გამეგო ამ შენობის შესახებ და ახლა უკვე სრულიად ჩამოვიწყალიბეთ. მადლობა, ჩვენ რეკლამაზე მივიდივართ, რეკლამის შემდეგ ჩვენს ექსპერტებთან ერთად დავბრუნდებით. მადლობა პოლიტიკურ ნაწილს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ცოტა ხანს კიდევ გთხოვთ ბატონო ჩვენთან დარჩენას, რომ ფინალური რეზიუმე გავაკეთოთ დროებით.